ჭრიან თუ არა ხე-ტყეს ტყიბულში უკანონოდ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრები და შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენლები ტყიბულის რაიონში არსებულ პრობლემებს გაეცდნენ. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით კომპანია ვუდინტექს სანიტარული ჭრის ლიცენზია 3 მილიონ ლარად ჰქონდა ნაყიდი, თუმცა ხშირად წაბლის უნიკალური ჯიშის ხეების გაკაფვა უკანონოდ ხდებოდა. ყველა ასეთ ფაქტს შესაბამისი კომისია შეისწავლის. საინტერესოა, რომ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლის ხდომას გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძეც ესწრებოდა. სამწუხაროდ გარემოს დაცვის სამინისტროს დღესდღეობით არ გააჩნია არანაირი ბერკეტი, ყველაფერი გადასულია ენერგეტიკის სამინისტროში და იქაც არის შესუსტებული ინსპექტირების ფუნქცია, თუმცა ჩვენ თანამშრომლობთ ენერგეტიკის სამინისტროსთან და ამ დღეებში შევქმნით კომისიას, რომელიც შემოვა ტყიბულში, მოახდენს შესწავლას და აუცილებლად გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს. არასწორი ფორმულირება, პრობლემები არის, რა თქმა უნდა, მე არ ამგონია დაჟინებული მზერით მდინარის უფთავდებოდეს, არ რაღაც ტყე შემდებოდეს, დღეს არის 29 ნოემბერი, 1 წლის მერე ამოვიდეთ ისე 29 მე მგონი 27 გარეთ. რა მნიშვნელობა აქვს 1 წლის მერე ამოვიდეთ და ვნახოთ რა ფერი იქნება მდინარე.